იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. დავყრი და წავალ რა. სულელია, შემოვიდა ახლა ვიღაც იდიოტი და მონადირული ძეხვი მინდაო და მე ვეკითხებ, მე სად მუშაობთ მეთქი ბატონო, ბანკშიო. ვები გავლანძღე ისე დღეში ჩავაგდე, მე ვთხარი მონადირე თუ არა ხარ, არ მოგცე მეთქი. არ გაგატარ მეთქი პრობლემს ხო რა? ნუ დეგენერატები, რა და გავაგდეთ კინწისყური ქსემით. რატო დალიდეიდა რას ლაპარაკობ? დაუ ეხა ბატონმა შალვამ რო გაიგოს, ორივეს გაგვაგდებ სამსახურიდან. მონადირული ძეხვი უბრალოდ ქვია მაგზე, სახელია. რა ფეხებზე დაიკიდე, შალვა, ტოჟე მე შალვას. ეხა გაცინო რა. ვაიმე ისეთი რაღაცა დამემართა ეხა წინა კვირა შემოვიდა ვიღაც და მეკითხებ ქალბატონო ივერია სოსისი ხო არა გაქვთო და ვაიმე მოვკვდე სიცილი ვერ შევიკავ მეთქი რა ივერია ანსამბლით ხო გამოვშტები მე გიჟდები მე პაშალზე ტატიშუზე გაზდილი ვარ ესე გავოცდი ისე მიყვარდნენ ეგენი ის ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ნუ მაღაზზე გიჟდები გავყარე ეგენიც ის ცოცხე ურტყი რა მე რას გავხარ მოიწეს რიგე ცოტა რა ის რა დედიო შემოათრიეს მაიმუნი ესა გამოდი და შეაგდე მანდეს უსინდისო ეგა შეეტრიე რა ეგონა ამასო გამეპარკო მაიმუნი დათუნა ამ სატიპოვეთ ბატონო შევიდა მაგის გვერდზე ეს ხაბარი ამოგდებული ეს არა მარკეტი როგორ გამექცა მარკეტი აი ამ ყვაში უკიდე აი შეგაჩაი აუ ხავჭის და ყბას მოგაზრობ შოპენს ახალო მიაგან უნამუსო ეს დამპალი ეს როგორ გამექცა მარკეტიდან ბიჭო როგორ გამეპარა ეს უსინდისო ეს ჰა აუ არეჩხუბოთ რა ბატონო არეჩხუბოთ შენს კაი დამპალი ხარ გააღე თვალი აუ კარგი თვალი მომეცი აი საიდიო აუ ბატონო შალვა არა უშოს გამოიბადა ხოდე ეს დეგენერატი წუმპიდან ამოვათრიე ბანკში მუშაობდა მართველი იყო ბიჭი დილით მიაკითხავდა მანქანა მიყავდა სამსახურში საღამოს ისევ სახში მიყავდა წუმპიდან ამოვათრიე და 200 ლარიანი ხელბაზი დაუნიშნე აბა თან რამდენი თანამდებობა შეუთავსე მორალიც ეს იყო დამლაგებელიც ეს იყო მტვირთავიც ეს იყო მაგრამ უნამუსო რო იქნება ადამიანი დარჩება უნამუსოდ გადაიპარას მოგოდ მე რაღაც ის მომაყენოს რა ქვია ზარალი ამ დამპალმა ამან ვაიმე დამპალმა გაატაკე სამათმა კვირილმა რა სად არიან ბიჭო შხები სად არიან ის სად არიან ხი ამოღერღე შენ ერთი მაგას არ გეტყვი სად არიან მეორე ერთი იცოდი რომ მე შენი მონა არასდროს გავხდები გაიგე ურა მაგარი ვაშკაცი ხარ ურა მაგრამ იძალიანდები ვიმე მოიცადე რაღაცა არაფერი დაუშაოთ ბატონო შალვა სარეცხი საპონი ნაჭამი გაქვს უკვე მარილს ჩაგაყარი პირში მარილს ჩაგაყარი ჭამე ყველა მარილი მონა არ გახდება ბიჭი ეს უსინდისო ეს უშენი ხო ისევ ამ დამპლებში მუშაობს სხვაგან საწავა აი და შენ საზიზღარი ბიჭი ხარ რა გოგო გაჩუნდი ვინ არის საზიზღარი ბატონო შალვა გამიშვი რა დედა აფეთქებული ძაღლი ვარ რომ დამავიდო აბა რა ხარ ძაღლზე უარეს ხარ მანდ უნდა ეგდო შენ უსინდისო ესა ხა შენ თავს ფიცავარ რა ძაღლი დათუნა რაც თქვენ წახვედით იმის მერე საერთოდ დაინტერესდით მე რა დღეში ვიყავი მონასავით მამუშავებ და მანამდეც და თქვენი წასვლის მერეც კონსულტანტიც მე ვიყავი დაალაგებაზეც მე ვიყავი ყველა სიმძიმეს მე ვათრევდი ვოცნებო პროექტი 3-4 დღე მე მიმაბას ძაღლივით და დავიძინო მოვა მაგის დროც გეხვეწებით რა ბევრი ხალხი ნუ შემოდიხართ აქ ზედა ხორა არ მჭირდება რა მოვიგლიჯო და დავაგდო
ამას რა ქვია ბიჭო? რატომ მოაკლე? ხალბატონო დალი. თქვენ თათბირი მაქვს, ხო ხედავ, რატო შემოდიხარ დაუკითხავ? თათბირი, ნუ გააკეთე თქვენი თათბირი. ბატონო შალვა, ის მათევზის მაცივარი დავალაგე. რა თუ უნდა თევზის მაცივარს დალაგე, მაცივარს არ ჭირდება დალაგე. ვაიმე, რას ლაპარაკ, ყარდა თევზის სუნი ამოდიოდა და დავასხი დომესტოსი მთლიანად თლიანად. რა ქედი გოგო დომესტო თევზი ამოიღე დომესტოსი რო დაასხი? არა, თევზი შიგრით არის ყარდა და დავახურე ისმა დავასხი დომესტოსი და დავახურე. შენ ნორმალური თუ ხარ თევზს რა უყო მე გოგო შენ ნორმალური ხარ საერთო? ეხლას ნორმალური ეს რაზე გაგუჩნდა გოგო თევზი არა, იმას იქ რაღაცა მაცივარში ლორწოებიანი რაღაცეებიც იყო, ისინიც და იმასაც დავასხი. კრევეტებზე იმაზეა მოს ლორწოვანი. ეს რა უქენი მაგას გოგო? დავასხი დომესტოსი. დომესტოსი დაასხი კრევეტებზე. ვაი, ნუ ყვირი გეხვეწები რა, ის კენჭებივით რაღაცებიც იყო, ყარდა იქ. კენჭი კი არა, ლოგოგინა ფრანგული შეშეძა კილოგის 400 ლარი შენ ნორმალური ხარ. ჩორტურა კილოს გამაფრთხილე რა, შეკაი ადამიანო, მართლა წავალაქედა რა. გადამყარე მაგის დედაც. ფილიპე. გაეკიდე ხა მაშინ და მიხედე თორე იცოდე, გისერს მოვტეხავ იცოდე. არ ვიცი მე შენ ნათესავი ოტო. არაფერი არ არის ბოს ჩემი, არაფერი არ არის, უბრალოდ ეხლა მაგაზე ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. დილით ვასუმთავებდი მის ყველის მაცივარს. მერე? გუშინ 100 კილო ყველი რომ მივიხეთ. ო. გრამი აღარ არის დარჩენილი ბოს. სად არის მერე? ამან შეჭამა უეჭველი დათუნამ შეჭამა უეჭველი 100%-იანი თავს დავდი. მაგის შემთხვევით ბიჭო მე როგორ შემტამი გუშინ გაქცეული ვიყავ. გუშინ გაქცეული ვიყავ. რამდენი შეჭა აქ რო ყოფილიყო ორჯერმე შეჭამდა ბოს უეჭველი. მომისმეთ ერთი წუთი. რა გინდა რა? ეგ მთლიანი 100 კილო ყველი შევაგდე მიკროტალღურში. მერე რა ქენი? დავა. რატო შეაგდე გოგო? დავადნე ახლა რატო შევაგდე? ყველი რატო დაადნე? ეს ნორმალურია საერთო? ვაიმე. ყველი რატო დაადნე გოგო? ვაიმე ყველა ყველ სიტყვას და რა ვქნა, ბარემ ერთიანად დავადნე რა, ხალხო ცოტა აზზე მოდით რა. მარკეტინგ მენეჯმენტ საერთოდ აზია. ფილიპე, ჩემი დგავა ბოს. ფილიპე დაახლოებით ამასთან ერთად შენ იცოდე. ია, ჩემ თავს გაფიქრე, რაღაცა მოიფიქრე, ეს მოწამოლოთ რა, ეს არა ადამიანი და მუცველოთ თავს გავიქცეთ რა. და შენ როგორ ფიქრობ, რომ აქამდე არ მქონდა მაგის მცდელობა? ვადაგასული რაც კი გქონია, ყველაფერი ვაჭამე, ვადაგასული მაიონეზები, ვადაგასული ძეხვეულობა, ვადაგასული სოსისები, ვადაგასული შოკოლადები. კარაქიც მაგირო და ვადაგასული მარგარინიც კი ვაჭამე, მაგრამ არ კვდება ეს დამპალი კაცი და რა უყოთ. უკაცრავად. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? რა ურა მაჭამე გოგო შენ? გამოეთრი აქეთ. არაფერი დაუშავ. გამოეთრი აქეთ გოგო რა არა ვადაგასული სენი მაჭამე შენ, ჰა? თქვენ კი არა ბატონო შალვა. რა ბატონო შალვა? არ ეუნებოდი რომ ვადაგასული მარგარინი ვაჭამეო? შენ იცი მე რა პერიოდი მაგ გამოვლილი გოგო? 90-იანები იცი შეწეროთ რა არის? ჰა? იცი? უნივერსიტეტის პაზამგაში მაკარონიანი ხაჭაპური მაქვს გოგო ნაჭამი იმან ვერაფერი ვერ მიქნა. პირივზე წინ კარბიდის არაყი მაქვს დალეული შენ ჭობელძაღლო შენ იმან ვერაფერი ვერ მიქნა. და შენ კიდე რა რაღაცა მომწამლო მაგით? შეუსინდისო შენ. დიდუბეში დაგილევია ჩამოსასხელი ლიმონადი. არა ბატონო. დაგილევია ვერც დალევ, იმიტომ რომ ყველა მედავლიე. და შენ კიდე მე მომწამლო შენ დეგენერატო შენ. აი. რა ისი თქვენ 90-იანები თქვენ წურბელებო თქვენ. დიახ. უსინდისოები ესენი. აი ახლა ერთხელაც ვიტყვი და მე პაშო მართლა რა. ის ყვითელ ფასიანი პროდუქტები სულ გადავყარე. იაშიკებით გაუშვი. რა ყვითელფასიანი პროდუქტები? ეგ არის ფასდაკლების ბარათები, რომ შემოვა მყიდველი ხდება ფასდაკლება არის თუ რა არის? ეგ ფერები მაგას არა, ერთი წუთი. მაგას მე ვაკვირდები რამდენი ხანია. ჯერ ხომ წვანია. მე ყვითლდება და მეთქი ვიფიქრე სანამ გაწითდება თქო, მოვასუფთავ ბიჭებს მოვაყვანინე, გაიხარო სერგო მტრის მოიყვანა. მანქანა და გავასუფთავე, დავაწყრიალე ყველაფერი გაუში ნაგავსაყრელზე. გადაყარე გოგო ყველა? არ ვარ გუდა დაბა დაბტოვოა. ფილიპე! ვაიმე! ფილიპე შემოეთრი და გაათრი ეს აგერა სადახარ ბიჭო? მინდა რომ ჩავარტყა. თელი პროდუქცია გადაუღრია შობენძას საბად ბიჭო. მარტო ეგ კი არა, საერთოდ რა, ცოტა გამოფხირდით ამ მაღაზიაში რა ხდება. თევზის სექცია არის გაუხრებული, გაფუჭებული. გადავყარე აი ესე იაშიკებით გადავყარე ის ხიზილალა. შენ გიჟი ხარ გოგო ნორმალური ხარ? ისი რა გეს 100 გრამი შავი ხიზილალა შეუპატრო რომ საერთოდ ისი გილა ხავს ხიზილალა რა? საერთოდ. აღის.
2000 არის 3000 4 მე რა ვიცი ბევრი მე წითელი დავტოვე ის შავი გაფუჭებული რაც იყო გადამხალი აი ძალიან დამღალეთ ვაფშე მე აქედან წავალ რა ეს უმადურებია შალვა არა აი შეხედია სია ხედავ ბატონო შალვა იქნებ თვალები გაახილოთ შეხედე აი მას თქვენ ხედავთო აი არა რა საკეთე ბიტო რა აი მე გამოტიშონაკი რა შავხიზი აი მაინც უნდა მეწამისვამრთო შავხიზილანას რა უნდა შენ ტუჩებზე ბიჭო ამარა დამისვახლო როდის ბიჭო აუ ბატონო შალვა შენ თუ არ გათრი ამ ყმით თუ არ აუ დათო ამ ყმით თუ არ გათრი წამოეთრიე კლიზმა მაიდანე კუჭი უნდა ამოურეცავე ხედე ტუჩებზე ბილიკალი დაიკიდე ფეხებზე რა ის გაზიანი სასმელები რაც იყო ყველაფერი გავატანე ვიღაც ბიჭ 0 ეწერა ანუ უფასოო და წაიღო აი მე რა უფასო ქალბატონო დალი ნუ გამაგიჟეთ უფასო არ არის 0 აი მე უშაქროა ეგ რატო ვის გაატანეთ და ნაით მართლა რა თქვენი ნება რა გამაგიჟეთ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.